გამარჯობა, ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში ჩინეთის პრემიერს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება. ირაკლი კობახიძე ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლიციანის მიწვევით იმყოფება. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. პრემიერი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნება შესაძლებლობა გააფართოვონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის გარემოს დაცვის მიმართულებით, მინდა აღვნიშნო, რადგან აქ ხელი ეწერება შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლებლობა ეხსნება საქართველოს ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ხელშეკრულება არის, მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და შესაბამისად მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩინეთთან აქტიური ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, მათ შორის ინფრასტრუქტურული კუთხით, იცით რომ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ვიზიტი ზუსტად ამას ემსახურება ჩვენს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ურთიერთობის გაღრმავებას. მიზანმიმართული კამპანია 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის წინააღმდეგ. არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის MR ჯგუფის პროექტს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გონიო და თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ხაზარაძის პოლიტიკურ პოპულიზმს და პათოს იზიარებენ ალტინფოშიც. ქართული ოცნება ოპოზიციას კიდევ ერთ მიზანმიმართულ კამპანიას ახსენებს, რომელიც ჩინურ ინვესტიციებს და ჰუალინგის პროექტს უკავშირდებოდა. მართლ გუნდში ამბობენ, რომ 6,5 მილიარდიანი პროექტი ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება. ანუკა ბუავა მუშაობს თემაზე და ის შემოორთდება კურიერზე. პირდაპირ ეთერში ანუკა გისმენთ. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე იერიში ეკონომიკის მინისტრის თქმით არის მიზანმიმართული ტყუილისა და დეზინფორმაციის კამპანია, რომლის საბოლოო მიზანი არის ზოგადად მსხვილი საინვესტიციო და უპრეცედენტოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაზიანება. ეკონომიკის მინისტრი ამბობს და იხსენებს ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებს, მანამ სანამ ხელი მოეწერებოდა შესაბამის დოკუმენტს და შეთანხმება შედგებოდა MR ჯგუფთან, რომ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს საერთოდ არ სჯეროდათ, რომ მსგავს შეთანხმებას მიაღწევდა საქართველოს ხელისუფლება, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა MR ჯგუფსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი, როგორც მარიამ ქრუიბიშვილი ამბობს, ახლა უკვე შეცვლილი არის დამოკიდებულება და ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ეს პროექტი არ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის. თუმცა დღეს ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა სარგებელი ექნება ამ პროექტს და ამ მეგაპროექტს ქვეყნისთვის და მარიამ ქრუიბიშვილი ამბობს, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, როგორც საქართველოსთვის მისი განვითარების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად რეგიონისთვის. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს იქნება დამატებითი სტიმული, როგორც ეკონომიკისთვის და მოემსახურება ეკონომიკის გაძლიერებას, იქნება გაზრდილი ზოგადად შემოსავლები მოქალაქეების და ასევე ტურიზმისთვის იქნება დამატებითი სტიმული. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირ ინვესტიციების
უცხოური ინვესტიციების რიცხვიც და ის $10 მილიარდ გადააჭარბებს, ასე ამბობენ და ასე ვარაუდობენ საქართველოს ხელისუფლებაში და მათ შორის უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი 350,000 გადააჭარბებს, როგორც ითქვა და მათ შორის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეკონომიკის მინისტრი ამბობენ, რომ ქვეყანა მიიღებს უფრო დიდ სარგებელს, ვინაიდან ეს შეთანხმება და ზოგადად გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ საქართველო იქნება თანამესაკუთრე ამ პროექტის, ეს საკუთრება კი გულისხმობს 33%, რაც ნიშნავს იმას, რომ მიღებული შემოსავლების 33% თანხა შესაბამისად აისახება ბიუჯეტში. ჩვენ ვისმენთ არაერთ მიზანმიმართულ ტყუილსა და სპეკულაციას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინვესტიციაზე და უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე. ოპოზიცია საუბრობდა იმის შესახებ, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებდა, ხოლო მას მერე რაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და დავაფუძნეთ საერთო საწარმო, ახლა ვისმენთ, რომ ეს პროექტი არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმი 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენ ქვეყანაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხაზს გაუსვავდი, რომ ეს რეალურად შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს გონიოსა და დედაქალაქში. ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის, ისევე როგორც ტურიზმის სექტორისთვის და ამავდროულად ვიტყოდი უმთავრეს, რომ სახელმწიფო თავის მხრივ გახდა ამ პროექტის თანაპარტნიორი და თანადამფუძნებელი, ისევე როგორც თანამესაკუთრი, რის ფარგლებშიც ჩვენ როგორც საქართველო და სახელმწიფო ვართ მათ შორის თანამესაკუთრეები ჩვენივე მიწის, ისევე როგორც იმ პროექტის, რომლის განვითარებაც მოხდება უშუალოდ ორივე მიწაზე გონიოსა და დედაქალაქში. შედეგად მივიღებთ გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში, შედეგად მივიღებთ ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურ ეკონომიკურ განვითარებაში და რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ და აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ამაყები, რადგან ჩვენ ქვეყანაში იწყება უმნიშვნელოვანესი ორი პროექტის განვითარება, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვეძახით ქართულ პროექტს. თბილისსა და გონიოში განსახორციელებელი უპრეცედენტო მასშტაბის მეგაპროექტის კრიტიკა პირველად ხაზარაძე ჯაფარიძემ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო. ისინი ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოუტანდა ქვეყანაში, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს ლელოს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა გახდება თანამესაკუთრე, სწორედ იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად პროექტისა და შესაბამისად ეს იქნება 33%-იანი წილი, ახლა უკვე ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ესეც არ არის საკმარისი და 51%-იან წილს უნდა ფლობდეს მაგალითად ქვეყანა ამ შეთანხმების თანახმად. ისინი ამტკიცებენ იმასაც, რომ ქვეყანაში მასობრივად მოხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და შესაბამისად ორი არაბული ქალაქი გაჩნდება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელსაც უკვე ბოლო დღეებია, მათ შორის აქტიურად და საკმაოდ დეტალურად საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. ანალოგიურად ამტკიცებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც, რომ ქვეყანაში მალე არაბები ჩამოვლენ და შესაბამისად ორი არაბული დასახლება გაჩნდება ქვეყანაში და ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ იმასაც, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. 60% მინიმუმ ქონების, უძრავი ქონების გაიყიდება უცხოელებს. ანუ ჩვენი ღრმარწმენით ვიღებთ ორ არაბულ ქალაქს თბილისის მახლობლად და აჭარაში. არანაირ $6 მილიარდ ისინი არდებენ, არანაირ $1.2 მილიარდ ისინი $1.2 მილიონ არდებენ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ გვაჩვენონ კონტრაქტი. 9 მილიონ კვადრატულ მეტრო ვიღაც არაბებს ჩუქნი. რატომ გვაქვს იმ კომპანიაში 33% და არა 51 მაგალითად? არ ვიცით, რამდენი შევა საქართველოს ბიუჯეტში ამგვარი პროექტებითა. არა და ის კი ვიცით, რომ თბილისის მახლობლად საუკეთესო ტერიტორიას დაეუფლებიან გაურკვეველი ადამიანები, ისიც ვიცით, რომ ბათუმის გვერდით მდებარე და პრაქტიკულად ბათუმის ნაწილი ასევე სტრატეგიულ მიწას დაეუფლებიან ვიღაცები, არავინ არაფერი არ იცის კონკრეტულად რამდენი ქართველი დასაქმდება იქ და რამდენი ლარი იქნება ქართულ ბიუჯეტში შესული.
უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს ოპოზიცია სახელმწიფო გუნდი. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს გამჭვირვალედ და მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ არის პრობლემა, რომ გასაჯაროვდეს თუნდაც ის ხელშეკრულება და დოკუმენტი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობს ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდი, თუმცა მართლ პარტიაში აქვთ მოლოდინი, რომ შემდგომ უკვე განსხვავებულ პოზიციებს წარმოადგენენ ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ასევე მათთან დაკავშირებული კონკრეტული ჯგუფები თუ ის ადამიანები, ვინც აკრიტიკებენ მეგაპროექტს და 6.5 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში და შესაბამისად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის დააზიანონ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად შემოსული მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია და საინვესტიციო პროექტი. მიმდინარეობს კაფიო პროცესი ამ პროექტის დისკრედიტაციის და არც დოკუმენტების გასაჯაროებაში ვხედავ რაიმე პრობლემას და არც ერთ სხვა კომპონენტში ამ პროექტთან დაკავშირებით. უბრალოდ ეს მთელი ეს დრამა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროექტის დისკრედიტაცია. გასაჯაროვდება დოკუმენტი სხვა რაღაცა მიზეზს მოიგონებენ, ხან არაბიზაციას დაუძახებენ, ხან სხვა რაღაცა, ხან ადგილის გადატვირთულობას და ასე შემდგომ. ამიტომ ეს არის უბრალოდ ჩვენი მიზეზი იმისთვის, რომ მოახდინონ პროექტის დისკრედიტაცია. თორემ თუ საჭიროა პროექტის გასაჯაროვდება, თუ ამისი რაიმე აუცილებლობა არსებობს და არც ერთ ნაბიჯზე უკან არ დაიხევს ხელისუფლება იმისთვის, რომ გამჭვირვალედ, სუფთად, ანგარიშვალდებულად, პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პროექტს უპირველესად მოსახლეობისადმი. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ, აქ არ არის საუბარი რეალური პრობლემა ის კი არ არის, რომ ან ვიღაცა არაბები დაგვესხმებიან თურმე აქ თავს და ან პროექტში არის რაიმე პრობლემა. ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა უბრალოდ, მაგალითის მცდელობა, რომ მოახდინონ პროექტის დისკრედიტაცია. ინვესტორობით მოაქვს მამუკა ხაზარაძე და ჯაფარიძე მატეხა, ასე ვთქვათ, პირველი განგაში ამასთან დაკავშირებით. ისინი რო აშენებენ სახლებს თბილისში თუ აჭარაში, იქაც ხო თავისუფალი გაყიდვაა. ნებისმიერი ადამიანი ყიდულობს, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული. მაშინ არ ხდება, ასე ვთქვათ, საშიშროება არანაირი, ხო? ამიტომ, როდესაც ინვესტიციაზეა ლაპარაკი, აქ სხვა რამეში არის პრობლემა. ეს არის ინვესტიცია, რომლის დარით საქართველოში რო აიღო ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში, უცხოეთიდან ჩვენს მიერვე აღებული სესხები, მათ მიერვე შემოტანილი გრანტები და ასე შემდეგ, ჯამურად აი იმაზე მეტი მართლა ინვესტიცია, პირდაპირ ინვესტიცია კეთდება. ჩვენ ქსენოფობიის მრავალი მაგალითი ვიხილეთ. როდესაც დირსი აშენებდა, მაშინ იყო სრული აზერბაიჯანიზაციის პროექტი, როდესაც ხუალინგი აშენებდა, მაშინ იყო სრული ჩინეთიზაციის, ასე ვთქვათ, ისტერია. ბათუმში, როდესაც სამშენებლო ველი გაიმართა, მაშინ იყო უკვე მულტი, ასე ვთქვათ, საშიშროება. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველო რამენაირად დაზიანდეს. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, MR ჯგუფის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის საერთო მოცულობა არის 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარი. პროექტი, მეგა პროექტი კი ითვალისწინებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას თბილისსა და გონიოში. და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულია, რომ ამ პროექტის 33%-იანი წილის მფლობელი არის სწორედ საქართველო, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის რეალიზაციიდან შემოსული 33% სწორედ საქართველოს ბიუჯეტში შევა. ასევე ითქვა ისიც, რომ დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები, უძრავი ქონება კი სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდება ადამიანებზე, ვისაც ამის შეძენის სურვილი ექნება. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბობ მეიერისთვის გადარიცხულ 7 მილიონამდე დოლარზე ისევ არაფერს ამბობენ. ჰოლანდიელი ბიზნესმენი ჯაფარიძე ხაზარაძის პარტნიორია, რომელმაც ანაკლიის სპორტის საქმეზე ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო და საქართველოს სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულებები დაეკისრა. ამის შემდეგ კი მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მეიერს მამუკა ხაზარაძემ 5 მილიონ ნახევარი დოლარი, ხოლო ბადრი ჯაფარიძემ 1.3 მილიონი გადაუხადა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ გადარიცხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეიერი ლელოს და ლიდერებთან შეთანხმებულად მოქმედებს და ქვეყნის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაც ერთობლივად დაიწყეს. თემის დეტალებით კურიერს უერთდება ლიკა ალელიშვილი და მისგან უფრო მეც მოვისმენთ. ლიკა, ეთერში ხარ.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დუმილის მეორე დღე აქვთ, ისინი ისევ არ ჩნდებიან მედიასთან და არ სცემენ მედიაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით პასუხებს. კომენტარის გაკეთება არ სურთ არც ხაზარაძე ჯაფარიძის თანაგუნდელებს. დღეს ჩვენ შევეცადეთ ალეკო ელისაშვილისგან მოგვესმინა პოზიცია და დაგვესვა მისთვის კითხვები, თუ რატომ ჩაურიცხეს ლელოს ლიდერებმა 6.800.000 ჰოლანდიელ პარტნიორ ბობ მეიერს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლომ მეიერს საქართველოს მთავრობისთვის 6.500.000 გადახდა დააკისრა. თუმცა როგორც მოგიყევით ლელოს ლიდერებს და ზოგადად ლელოს წევრებს არ სურთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება მათ ყოფილ პარტნიორებს, გახარიას პარტიის პოზიცია ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უახლოეს წარსულში ისინი ლელოსთან თანამშრომლობდნენ, ახლა ამბობენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დეტალებს არ ჩაყვებიან და კომენტარს არ გააკეთებენ. წააგეს ახლა. სიმართლე გითხრათ, ჩვენც თავის დროზე იგივე მოლოდინი გქონდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დღეს დღევანდელი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ვითარების და ჩვენი, ასე ვთქვათ, იმ თანამშრომლობის პატივისცემის ნიშნად ჩვენ ზოგადად ამ საკითხის კომენტარებისგან თავს ვიპოვებთ. მართალ გუნდში კი აღარ აქვთ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაურიცხეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 6.800.000 ბობ მეიერს, რომელსაც 31 ივლისს ვაშინგტონის საარბიტრაჟომ საქართველოს მთავრობისთვის 6.500.000 გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლომ, სადაც თავად ბობ მეიერმა იჩილა. მართალ გუნდში ამბობენ, რომ მეიერის სარჩელის უკან სწორედ ხაზარაძე და ჯაფარიძე დგანან. პირადადაც წააგეს, ესე შემოვლით ფარულათაც წააგეს და ეხლა ეს რაც ინფორმაციაც გავრცელდა, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ რეალურად ამ საქმის უკანას 12 თავად იდგნენ ფინანსური ხარდაჭერის ნაწილში. აქ სამწუხარო ის არის, რომ ერთი რომ პირდაპირ ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლსაც, ზოგადად საქართველოს მოსახლეობასაც და მეორე არ წყვეტენ ძალისხმევას, რომ საქართველოს სახელმწიფოს გამოგლიჯონ რამენაირად საბიუჯეტო თანხებით საკუთარი თავიანთი ჩაფლავებული პროექტის გამო. არა მარტო ვაშინგტონის არბიტრაჟი აღმოჩნდა ის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელმაც გაამტყუნა ხაზარაძე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ყველგან ეძებს ისეთ საშუალებებს, რითაც შეიძლება რომ ქვეყანაც დააზიანოს და თავად თვითონ მიიღოს სარგებელი, მაგრამ სამართლიანობა და კანონზომიერება, რა თქმა უნდა, თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. და მოუწია ახლა მილიონების გადახდა იმ საერთაშორისო არბიტრაჟიდან გამომდინარე. თხარა და გამოთხარა არა ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღება და მის ჯიბეში ფულების ჩადება, არამედ მისი ჯიბიდან ამოღება და სამართლიანობა, რასაც მოითხოვს, გადახდა იმის, რაც მას ეკისრება, რომ გადაიხადოს. ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება 31 ივლისს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ბობ მეიერს დაეკისრა საქართველოს მთავრობისთვის 6.500.000 გადახდა. ვაშინგტონამდე იყო პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო, თუმცა იქ სარჩელი არა ბობ მეიერის, არამედ თავად ხაზარაძე ჯაფარიძის სახელზე იყო შეტანილი. პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომაც სრულად გაამართლა საქართველოს სახელმწიფო და თავად ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დააკისრა საქართველოს მთავრობისთვის თანხის გადახდა. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალელიშვილს. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, სადაც განიხილავენ კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში გატარებული რეფორმების შეფასების შემდეგ კომიტეტის მომხსენებლები რეზოლუციებს პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით შეიმუშავებენ. ანგარიში საუბარი იქნება საქართველოს შესახებაც. ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ნაკლებად კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებები, ძირითადად შეფასებები არის ტენდენციური, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში და ასახავს იმ პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს. ამის ვარაუდი ჩვენ უკვე შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებების და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, თუმცა
დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ თუ რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ერთი წლის განმავლობაში, რაც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებშიც, ეკონომიკურ ზრდაში, განვითარებაში, თუმცა ვნახოთ ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დეპუტატებს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშს აცნობს. გიორგი კაკაურიძე ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმყოფება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებსა და გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. ჩვენ წლის პირველი 9 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს 7.7%. მოგეხსენება ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა პირველ კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში 6.5% გვაქვს წინასწარი მონაცემებით და საბოლოო ჯამში 9 თვის წინასწარი მონაცემებით არის 7.7%. ინფლაციას რაც შეეხება, სექტემბერში შეადგინა 4.8%, წინა წლის პერიოდის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც შეეხება 9 თვეში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს 3%-ს შეადგენს. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა კი 3 მილიარდით იზრდება. პროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტის განხილვა მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს. პარლამენტში განმარტავენ, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა ყველა უწყებისთვის, მათ შორის სოციალური მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს და ნაერთი ბიუჯეტი 32 მილიარდ ნახევრიდან იზრდება დაახლოებით 35 მილიარდ ნახევრამდე, დაახლოებით 3 მილიარდი იქნება ზრდა ბიუჯეტის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადანაწილდება ლოგიკის ფარგლებში, სოციალური მიმართულებებით, ჯანდაცვის მიმართულებით და ასე შემდეგ, ანუ იმ მიმართულებების ზრდა მოხდება ძირითად ნაწილში, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და კეთილდღეობაზე. 2026 წლის ბიუჯეტი შეადგენს 35.5 მილიარდ ლარს, რაც ისტორიული მაქსიმუმი არის და ძირითადი აქცენტები გაკეთებული არის ჯანდაცვაზე და სოციალურ თემებზე, რომელიც დაახლოებით 9 მილიარდ ლარს შეადგენს. ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მოთხოვნებზე იქნება აქცენტები გაკეთებული, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია განათლების სექტორის და განათლების სისტემის მიმართულებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკვარი ჰესის საქმეზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის წინა სასამართლოს სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროცესს გიორგი ბაჩიაშვილიც დაესწრო. მას მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობასთან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს. რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ პროექტში ზარალი გამოიწვია შემდეგმა ძირითადმა გარემოებებმა. პირველი, საბურღი მანქანის გაჭედვა გვირაბში და მეწყერი, რასაც ვერასდროს ვერ გააკონტროლებდა ბაჩიაშვილი. მეორე, პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია COVID პანდემიამ, რა დროსაც ფაქტია, რომ ლოკდაუნი იყო და მუშები ვერ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. COVID პანდემიამდე 2019 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულებული იყოს საერთოდ ჰესი, ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო. უშუალოდ გიორგი ბაჩიაშვილის ხელმოწერით შეიქმნა, ასე ვთქვათ, ჩატარდა შესაბამისი შემოწმება და შეიქმნა რეპორტი, რომელიც გულისხმობდა საფრთხეების და რისკების დაიდენტიფიცირებას. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ სათანადო პოზიციაზე მყოფმა პირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს საფრთხეები და ეს რისკები არ რეალიზდეს. აბსოლუტური უმეტესობა ამ საფრთხეების და რისკების რეალიზდა. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ასევე დოკუმენტურად და სამართლებრივად უკავშირდება პირს, ვინც ამ ურთიერთობებს ამ სფეროს კურირებს. არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულია 73 წლის მამაკაცი. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით არასრულწლოვანი თანასოფლელი გაუპატიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მისავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ჯგუფურად შეძენა შენახვატარებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ ფულის სანაცვლოდ ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე ამოღებულია ფული. დაკავებულებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ პირზე გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ჯგუფურად გაასხვისეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც სამართალდამცველების მიერ იქნა ამოღებული. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად განხორციელებული კომპლექსური მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები რეგიონში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მოადგილესთან ალექსანდრე დარახოილძესთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გადარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაღალ მაჩვენებელზე. დღესვე გეკა გელაძემ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა 2 ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაფართოებაზე. ასევე პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცების პროცესში. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სამეგრელოში, ნოჯიხებში, ჭითაწყარსა და მუხარში სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებები 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ახლად გახსნილი ობიექტი ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. იქ მყოფ პაციენტებთანაც შეხვდა და მათთან ერთად სამედიცინო საკითხები და საჭიროებები განიხილა. სამინისტროსთვის პრიორიტეტად რჩება, მთავარ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება და ბუნებრივია, რომ აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინფრასტრუქტურის განვითარებას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოვინახულო ახლად გახსნილი, სრულიად ახლად გახსნილი, ახლახან მშენებლობა დასრულებული, სრულიად ახალი რამდენიმე ობიექტი სამეგრელოს რეგიონში. და ეს ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, მათ შორის სერვისის ხელმისაწვდომობას, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების პროცესს. ეს ამბულატორიები სოფლად ცხოვრობ მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას ადგილზე მიიღონ პირველადი ჯანდაცვის სერვისი. ასევე მუშაობთ დამატებით ახალ ამბულატორიების მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტებზე. პირველადი ჯანდაცვის გოლის გაძლიერება მოსახლეობის სრულფასოვანი და ხარისხიანი მომსახურებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შესაძლებლობას გვაძლევს უფრო სრულყოფილად მომსახუროთ მოსახლეობას და ეს მომსახურება უფრო ხარისხიანი იყოს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკის 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. უკვე შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის დირექტორი მოადგილესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. სამუშაოები დასრულდება 2027 წლის დასაწყისში. იმყოფებით სამეგრელოში, კერძოდ სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანია ქალაქისა და მიმდებარე სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგება. ვახორციელებს სათავე ნაგებობების, სატუმის სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას. ასევე ეწყობა ახალი ქსელი და მაგისტრალები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ვითარების გაცნობას. გიორგი ჯინჭარაძე განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად ამჯერად აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა. მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე იმსჯელა.
ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ სკოლაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საომავლოდ ცენტრალურ მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციით აქტიურად გავაგრძელებთ იმ პირობების შექმნას, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი მოსწავლეები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ნომერ მეორე საჯარო სკოლას, რათა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გვენახა შესრულებული სამუშაოები. ეს სამუშაოები კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება. ჩვენ სკოლას ყოველთვის ვცდილობენ, რომ გაუწიონ შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეული დახმარება, შეაფასეს ადგილობრივად სიტუაციები, დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესებს, განვიხილეთ სამომავლოდ სხვადასხვა საერთო პროექტები. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ქართული ღვინო მიმდინარე წელს სულ 300-მდე ღონისძიებასა და 250-მდე დეგუსტაცია სემინარზე იყო წარმოდგენილი. ამავე პერიოდში უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში 17 ღვინის ტური გაიმართა. აქტივობები ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას ემსახურება. აღნიშნული მარკეტინგული კამპანიების და ღონისძიებების მთავარი მიზანი არის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ექსპორტის ზრდა. დაფიქსირდა უკვე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის აზიის ბაზრები, მაგალითად იგივე ჩინეთი, ასევე ევროკავშირის ბაზრები. ის ბოლომდე კვლავ გრძელდება აქტიური მარკეტინგული კამპანიები ქართული ღვინის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე. პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პენსიონერს მოტყუებით თანხა გამოსცალა. ახალგაზრდა მამაკაცი მსხვერპლს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის ანგარიშზე არსებული თანხა საფრთხეში იყო და თანხის უსაფრთხო ანგარიშზე გადატანა შესთავაზა. ამ სქემით მან დაახლოებით 400.000 евро მიითვისა. სამართალდამცველები ეჭობენ, რომ საქმეში შესაძლოა სხვა პირებიც ფიგურირებდნენ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის ძალების სამიზნე გახდა დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და სუმის ოლქები. არის მსხვერპლი, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ცეცხლი არ წყდება ფრონტის ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ცნობით ბოლო 24 საათის განმავლობაში მხარეებს შორის 151 შეტაკება განხორციელდა. შეტაკებები ყველაზე ინტენსიურია პოკროვსკის მიმართულებით. მექსიკაში არეულობა გრძელდება. მიჩოაკანის შტატის დედაქალაქ მორელიაში დემონსტრაცია სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ძალოვანებმა პროტესტის დასაშლელად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცრემლსადენი აირი გაუშვეს. არიან დაკავებულებიც. არეულობის მიზეზი ამავე შტატის ერთ-ერთი ქალაქის, ურუაპანის მერის მკვლელობა გახდა, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ნარკოკარტელებს ებრძოდა და ფედერალურ ხელისუფლებას მაფიისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა. რომში ისტორიული კოშკის ნანგრევებიდან გამოყვანილი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები რუმინელი მამაკაცის გადარჩენას 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ კოლიზეუმის მიმდებარედ მე-13 საუკუნის კოშკის ნაწილი ჩამოიშალა. გრევის დროს შენობაში 4 მუშა იმყოფებოდა, მათ გადასარჩენად რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. კურიერი 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2.0-ზე.